თევზ კაცა კოლა. ძველად მესინაში ერთი ქალი ცხოვრობდა. ერთი ვაჟის მეტი არავინ ებადა. კოლას ეძახდნენ ვაჟს. კოლა მთელ დღეს ზღვაზე აღამებდა. მივიდოდა დედა ზღვის ნაპირას და ეძახდა შვილს. კოლა, კოლა, გეყოფა ბიჭო, ამოდი წყლიდან, თევზი ხომ არ ახარ? კოლა დედის ძახილს ყურადღებას არ აქცევდა. დღითი დღე უფრო შორს მიცურავდა ზღვაში. ქალს გამუდმებული ძახილისაგან გვერდების ტკიოდა. ერთხელ იმდენი უძახა და უყვირა გაუგონა შვილს, რომ მოთმინება დაკარგა და გამწარებულმა წამოიძახა. ისემც მოგვსვლია, თევზად გცეულ ხარ. ალბათ იმ დროს ცისკარი გახსნილი იყო. დედის წყევლა ისმინეს და კოლა თვალის დახამხამებაში თევზკაცად იქცა. თითები აპკებით შეეზარდა ერთმანეთს. ყელი ბაყაყის ყელივით გაუხდა. ის დღე იყო და ის, მის მერე კოლა მიწაზე აღარ დაბრუნებულა. უცადა დედამ, უძახა და როცა დარწმუნდა შვილი აღარ დამებრუნდებაო, ჯავრმა მოინელა. ხელმწიფის ყურამდე მიაღწია ხმამ. მესინასთან ყურეში თევზკაცად ცურავსო. დაავალა ხელმწიფემ მეზღვაურებს. თუ ვინმე თევზკაცას თვალს მოჰკრავთ, უთხარით რომ მასთან ლაპარაკი მინდაო. ერთმა მეზღვაურმა ძალიან შორს შეცურა ზღვაში. დაინახა თევზკაცა კოლა და დაუძახა. ჰეი კოლა, მესინას ხელმწიფე გიბარებს, შენთან ლაპარაკი უნდა. კოლა მაშინვე მიცურდა სასახლესთან. ხელმწიფემ ალირსიანად გაუღიმა კოლას და უთხრა. თევზკაცაო, შენ ისეთი კარგი ცურვა იცი, რომ ჩემი დავალების შესრულება არ გაგიჭირდება. ჩადი ზღვის ფსკერზე, შემოუარე სიცილიას, დაბრუნდი და მომახსენე, სადაა ზღვა უფრო ღრმა და სხვა, რასაც ნახავ. ჩაყვინთა კოლამ, იცურა, შემოუარა სიცილიას. ისევ ხელმწიფის სასახლესთან მიცურდა და მოახსენა. ზღვის ფსკერზე საოცარი თევზები, თები და გამოქვაბულები ვნახე. ერთ ადგილას დიდი შიშიც ვჭამე. ფოროს კონცხთან რომ მივცურდი, ზღვას ფსკერი ვერ მოვუსინჯე. რას ამბობ, კოლა? აბა რაზე დგას მესინა? გაუკვირდა ხელმწიფეს. ჩაყვინთე ისევ და გულდასმით დაათვალიერე, რაზე დგას ჩემი ქალაქი? ჩაყვინთა კოლამ. მთელი დღე არ გამოჩენილა და როცა ზემოთ ამოვიდა, ხელმწიფეს ასე მოახსენა. მესინა კლდეზე დგას. იმ კლდეს სამი სვეტი იმაგრებს. ერთი სვეტი მაგარია, მეორე გაბზარული გახლავთ, მესამე ჩანგრეულა. ო მესინა, ნეტავ, ჩემთვის გესმინა, ერთი ხელის აღებით ჩაკლაპავენ ტალღები. ხელმწიფეს ამ ამბავმა თავზარი დასცა. სთხოვა კოლას ახლა ნეაპოლში მიცურდი და დაათვალიერე ვულკანების ქვეშ რა ხდებაო. ჩაყვინთა კოლამ ნეაპოლის ახლოს და უკან რომ დაბრუნდა, ხელმწიფეს მოახსენა. ჯერ ცივი წყლის ნაკადი შემხვდა, მერე ცხელი წყლის, ზოგ ადგილას მტკნარი წყალიც იყო. ხელმწიფემ არ დაიჯერა. კოლამ სთხოვა, მომეცით ორი მათარაო. ისევ ჩაყვინთა. ერთი მათარა ცხელი წყლით გაავსო, მეორე მტკნარი წყლით და ხელმწიფეს მიართვა. ხელმწიფეს იმის ფიქრი არ ასვენებდა, რომ ფოროს კონცხთან ზღვას ფსკერი არ ჰქონდა. ისევ დაიბარა კოლა მესინაში და უთხრა. კოლა, ფოროს კონცხთან რა სიღრმე აქვს ზღვას? დაახლოებით მაინც უნდა გამიგო. ჩაყვინთა კოლამ, ორი დღე წყალქვეშ იყო. ზევით რომ ამოვიდა, ხელმწიფეს ასე მოახსენა. ბევრი ვეცადე, მაგრამ ფსკერს მაინც ვერ მივაღწიე. ქვემოდან ყვამლის ბოლქვები ამოდიოდა და წყალს ამღვრევდა. ხელმწიფეს ცნობის მოყარეობა არ ასვენებდა. წადი ფოროს კონცხთან, შუქურაზე ადი და იქიდან გადახტი ზღვაში. უთხრა კოლას. შუქურა კონცხის წვერზე იყო. ოდესღაც იმ კონცხის წვერზე გუშაგი იდგა. საყვირს აბღავლებდა, ალამს იქნევდა და გემებს ანიშნებდა საშიშ ნაკადებს უახლოვდებითო. ავიდა თევზკაცა კონცხის წვერზე და ზღვაში გადაეშვა. ერთი დღე ელოდა ხელმწიფე თევზკაცას, ორი დღე ელოდა, სამი დღე. თევზკაცა კი არა დაარჩანდა. ბოლოს როგორც იყო გამოჩნდა, მაგრამ ისეთი იყო მკვდრისფერიედო. რა იყო, კოლა? რა ნახე? კითხა ხელმწიფემ. იცით რა შიში ვჭამე? ერთი ისეთი თევზი მოცურავდა ზღვაში, ხახაში უზარმაზარ ხომალდს დაიტევდა. ის რომ დავინახე, სვეტს ამოვეფარე, თორემ მის ხახაში ამოვყოფდი თავს. ხელმწიფე პირდაღებული უსმენდა.
მაგრამ თევზკაცა იმაზე არაფერს ეუბნებოდა, რის გასაგებადაც ჩაგზავნა ზღვის ფსკერზე, რა სიღრმე აქვს ფოროს კონცხთან ზღვას. წყეული ცნობის მოყარეობა მოსვენებას არ აძლევდა ხელმწიფეს. ვერა, თქვენო უდიდებულესობავ, ვეღარ ჩავყვინთავ, მეშინია. უთხრე თევზკაცამ ხელმწიფეს. დაინახა ხელმწიფემ, რომ თევზკაცას ვეღარ ჩაგზავნიდა ზღვის ფსკერზე. ადგა, მოიძრო ძვირფასი თვლებით მოჭედილი ოქროს გვირგვინი, მოიქნია და ზღვაში გადაისროლა. კოლა, ამომიტანე გვირგვინი. უბრძანა თევზკაცას. ეს რა ქენით, თქვენო უდიდებულესობავ, თქვენი სახელმწიფოს გვირგვინი როგორ გადააგდეთ? კოლა, მაგის ფასი ქვეყნად მეორე არ მოიპოვება. ჩაყვინთე და ამომიტანე გვირგვინი. უბრძანა ხელმწიფემ თევზკაცას. ნება თქვენია, თქვენო უდიდებულესობავ, მაგრამ გული მიგრძნობს, უკან ვეღარ დავბრუნდები. უთხარით ერთი მუჭა ოსპი მომიტანონ. თუ ძალა მეყო, ხომ კარგი, დავბრუნდები. თუ ოსპი ამოტივტივდეს, ნუ ღარ დამელოდებით. უთხრა თევზკაცამ ხელმწიფეს. ჩაბღუჯა კოლამ ოსპი და ჩაყვინთა. უცადეს თევზკაცას, მაგრამ ამაოდ. კარგა ხნის შემდეგ ზღვის ზედაპირზე ოსპი ამოტივტივდა. თურმე დღესაც უცდიან თევზკაცა კოლას მესინაში.